რეჟისორის თვალით თანახული მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეული ქართველი მხატვრები შოთიკო კალანდაძე ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის მთავარი გმირებიც სწორედ გასული საუკუნის ხელოვანები არიან. მხატვრებთან ერთად რეჟისორის ობიექტივში სხვა ცნობილი ადამიანებიც მოხვდნენ. წლების მეგობრობის მიუხედავად ნანი ბრეგვაძე ზურაბ ნიჟარაძის მოლბერტის წინ პირველად აღმოჩნდა. შემოქმედებითი პროცესით პორტრეტის ავტორიც და მოდელიც ხვისი ნამუშევრის მთავარი გმირები გახდნენ. ჩემი სახიდან რატო გინდა რომ ფრესკა გააკეთო, ვერ გეგე რა ამ ფრესკას ძალიან სწორი ნაკვთებია, ლამაზი მრგვალი თვალი. კინოფრესკების შესაქმნელად შოთიკო კალანდაძე მე-20 საუკუნის ხელოვანები შეარჩია და დიდი მხატვრის ყველაზე ინტიმურ სამყაროში შეღწევის უფლება მოიპოვა. შოთა იღებს ხოლმე რაღაც ფილმებს, ნახემეს, ძალიან ლამაზი კინო. და აი ეს დღევანდელი რასთან არის დაკავშირებული, მე კარგად არ მესმის, ნუ რომ აჩვენოს რა. ხადრის პროცესი. ამ პროექტზე დავთანხმდი, იმიტომ რომ თემაც ძალიან საინტერესოა და მართლა და ზურას ხელში აღმოვჩნდი. არ ვიცი მე ამას რას გააკეთებს. ჯერ არა ვარ მე, ახლა აქ რო უყურებ, მაგრამ შემისრულდა ნატყრა. რომ ჩემი უსაყვარლესი ზურა დამხატა, თუმცა ამაზე ადრე დაიწყო ჩემი პორტრეტის ხატვა. ხატვის პროცესის გარდა ცნობილი ხელოვანის მუშაობის ტექნიკის და პრინციპების შესახებ მასალის გაერთიანება შოთიკო კალანდაძემ მომავალი თაობების შემეცნებისთვის გადაწყვიტა. თვლის რომ მომავალში მისი კინოპოეზია ფერმწერების და სხვა ხელოვანების შესახებ ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს. კონცეფცია ესეთია, დიდი მხატვარი, ჩემთვის დიდი მხატვარი და არა მარტო ჩემთვის, ბატონი ზურაბ ნიჟარაძე დახატავს ნამუშევრებს ამ ფილმში, რომ მომავალ თაობამ იცოდეს თუ რა არის სწორი პრინციპით ხატვა. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. მაგრამ ეს ჩემი აზრით, ბატონ ზურაბ, ხო, ჩემი აზრი მაქვს. და ეს ყველაფერი მინდა გადავიღო როგორც ფრესკები. რომ იყოს სანახაობრივად კარგი. რამდენად მე გამომივა, არ ვიცი. ზურაბ ნიჟარაძის გარდა შოთიკო კალანდაძე კიდევ არაერთი მხატვრის სახელოსნოს კარში აღებს. საბოლოო შედეგს კი მომავალ მხატვრებს სამაგალითო ნიმუშად უტოვებს. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერიც.